ეხლა რაც სასამართლოს ხდომის დარბაზში ხდება, არ ჭირდება არავის არც მოსამართლეს, არც ბრალდებას, არც ჩვენ, ერთადერთი ჭირდება პროპაგანდას, ერთადერთი ჭირდება კადრების გატანას სასამართლოს ხდომის დარბაზიდან, რომლითაც მოახდენენ ბიჭების დემონიზებას. აი ეს დემონიზებაც კიდე ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ სულ ადვოკატები გავიდეთ ხდომის დარბაზიდან, თქვენ უსმენთ ანდროს, თქვენ უსმენთ ონისეს მათ შორის, არა იურისტები, ბრალდებულები, ისეთივე საზოგადოების წევრები, როგორც ნებისმიერი ადამიანია ეკრანთან თავისი სიტყვებით უსვამს კითხვებს და იღებს პასუხებს, რომელიც ცხადს და ნათელს ხდის, რომ საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან მოწმეები და არაფერს და არაფერს არ ადასტურებენ. ერთადერთი მიზანს ემსახურება ის არის, რასაც სასამართლოში ვერ ამტკიცებს პროკურატურა, შექმნას საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა, შექმნას გარკვეული შავი წრე ბრალდებულების ირგვლივ, თორე მათ რო რაიმე მტკიცებითი ან ბრალდებისთვის ან საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან გარემოება არ აქვს, ეგ არის იმთავითვე ცხადი. ამის ერთადერთი მიზანი არის ისაც ბრალდებულებმა და სინდისის პატიმრებმა დღეს ძალიან კარგად ახსნეს, რომ შემდგომ ვიღაცებმა ეს გააშუქოს იმისთვის, რომ აი მარცხენა მხარეს ეკრანზე ჩაადდეს ეს პიროვნება, რომელიც თითქოს არის დაზიარებული და დაზარალებული ამ ბიჭების მხრიდან და მარჯვენა მხარეს აჩვენონ სინდისის პატიმრების ფოტოები, რომ ასოცირება გაუჩნდეს ადამიანს, რომ აი ეს ადამიანები კავშირში არიან ამ ადამიანებთან. თორემ ის რომ ამ ადამიანებმა მიიღეს დაზიანება, მათ მართლაც გაიწეს სამედიცინო დახმარება, ზოგმა მართლაც მძიმე დაზიანება მიიღო, ამას არც ბრალდებულები უარყოფენ და მეტიც პროცესზე პირადად მიმართავენ და მწუხარებას გამოთქვამენ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ყოველი მომდევნო მოწმე ფაქტობრივად ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მიუხედავად იმისა, ქვა ვინ გაისროლა, დამდგარ შედეგზე ან დაზიანებაზე, პასუხისმგებელია დაუგეგმავი, არასწორად განხორციელებული საპოლიციო მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირები. დიდწილად ეს შედეგი დადგა იმის გამო, რომ ისინი არ იყვნენ ეფექტურად აღჭურვილი სათანადო ეკიპირებით, თავდაცვის საშუალებებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთი მათგანი გამოძიების ეტაპზე არც ერთ დაკავებულ პირს ხელს არ ადებს და არ ასახელებს როგორც ესეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენად. და რო შევაჯამო, საერთო ფონი მიმაჩნია, რომ ბრალდების ხარის მიერ წამოდგენილი აღნიშნული მოწმეები და მათი მიზანი არის მხოლოდ ის, რომ დათესონ ეს თქვათ მიზანმიმართულად, სუბიექტურად ფონი ისეთი, რომ თითქოს რაიმე სახის ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებდნენ ის პირები, ვინც დღეს არიან დაკავებული, თუმცა რეალობა არის საწინააღმდეგო, რეალობა არის განსხვავებული.